დიდებული მოვლენაა. რუსთავმა საქართველოს რანგით მეორე ლიგა მოიგო და დაფასებაც ასეთი უნდა. მაგარი ფეხბურთის ფედერაცია გვაქვს. რამე სიტყვი და ეგრევე ინტრიგანი ხარ, ან ჰეითერი ხარ და ან კლავიატურის ვირთხა. ბიჭო, ან თასი არ არსებობს ამ ქვეყანაში, ან медали არ არსებობს. რა გახდა ეს ერთი медали რო ჩამოვყიდოთ გამარჯვებულ გუნდს. ეხლა დავიჯერო არც ერთი ქვეყნის რანგით მეორე ჩემპიონატში არ გინახავთ რომ გამარჯვებულ გუნდს აჯილდოვებენ, არ გინახავთ ასეთი რაღაც. მიეცი ეს ლატუნის მედლები და ლატუნის თასი დაშავდება რამე მითხარი, ეგეც ოქრო არ იყოს ეხლა რა. მთელი სეზონი ითამაშა გუნდმა იმისთვის რომ რაღაცა ტიტული მოეგო და გადასულიყო რანგით უმაღლეს ლიგაში და დაფასება რა, რითი დაუფასდა მაგალითად, რითი შედგა happy end-ი. რაღაცა ლამაზი დასასრული ხო უნდა კონდეს ამ ყველაფერს. თავისით იყიდეს რაღაცა ესა ქვია ბოლის გასაშვები და გაუშვეს და აღნიშნეს. არ არის ეს ჩემი მოგონილი ამბავი, ხდება ასეთი რაღაცეები რანგით მეორე ლიგაში. შეიძლება ახლა რომელიმე ჩემპიონატში არ ხდება, მაგრამ ჩვენთან რომ მოხდეს რამე დაშავდება? საერთოდ რამე შავდება? ჩვენთან რა კეთდება საქართველოში? მარტო ეროვნული ნაკრები და დამთავრებულია იმის იქით საერთოდ ფეხბურთი არ არსებობს. თქვენი აზრით ახლა შენ რას ფიქრობ რო ზიხარ? მე უფრო არ მაწყობს მაგალითად რომ კარგი გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ბევრი ვილაპარაკო? როგორ ფიქრობ? კარგად დაფიქრდი. ვილაპარაკო ნეგატიურ მოვლენებზე და ბევრი ნახვები მქონდეს. რას მაძლევს ეს ყველაფერი? ბიჭო, წარმოიდგინე რა, საქართველოს სუპერთასი გვაქვს, სუპერთასი საქართველოს და ჯილდო რა არის ჩვენთან? თასი აწია და გამარჯვებულ გუნდს არც медали არ აქვს და არც დამარცხებულ გუნდს არ აქვს медали. საჯებს ხო ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ რა არის, ჩვენ თუ ასეთ რაღაცებზე არ ვილაპარაკეთ და არ გავამახვილეთ ყურადღება, საერთოდ არაფერი არ გაკეთდება სხვა მიმართულებითაც. მარტო გაკეთდება ეროვნულ ნაკრებში საქმე, მიექცევა მაქსიმალური ყურადღება, ტექნიკური სპონსორი და სპონსორები ეყოლება და იქნება განებივრებული და დანარჩენი იქნება მიგდებული. სტადიონი შეგვპირდნენ კიდე რომ 70,000-იანი სტადიონი გაკეთდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგია თუ გაკეთდება, მართლა ვიძახი და არაფერს არ ვიძახი რომ დაუშვათ, ნახოთ, პირიქით მაწყობს რომ გაკეთდეს, ძალიან კარგი იქნება. აბა ველოდები, მართლა ველოდები. ზიხარ, მისმენ და არ გინდა ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება, ხმასაც არ იღებ. ესე გამოდის, იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერზე არაფერს არ იძახი. მაქსიმუმ ადგე და ჩემს კომენტარში დააკომენტარო, ხო? ის ფაქტიც არ გაწუხებს. ყველას რა თქმა უნდა არ გეხებათ. ხო, ის ფაქტი არ გაწუხებთ, რომ ეროვნული ლიგა ასეთი მკვდარია და მიგდებულია საერთოდ ქართული ფეხბურთი. ხო, რა ვიცი, ეხლა მეტი ზღაპრებისთვის თუ გინდა გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი. 1000 კინკილა გამომწერი, 1000 კინკილა YouTube-ზე და 1 მაისური გავათამაშოთ.